გამოშვების ბოლოს საქართველოს ქართული ზღაპრების აუდიო ბიბლიოთეკა მზადდება ეროვნული არქივის კიდევ ერთი ახალი პროექტი. კინოფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ხალხური ზღაპრების აუდიო ჩანაწერები ვალე ფირფიტებიდან ციფრულ მატარებელზე გადავა. 60-70-იან წლებში ცნობილი მსახიობების მიერ ჩაწერილი ქართული ზღაპრები და უნიკალური აუდიო მასალები ნახეთ ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში. კომბლეს იმიტომ ეძახდნენ, რომ სულ კომბლებსაც თლიდა და ჭერში აწყობდა. კომბლეს თავგადასავალს ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძე გვიამბობს. ცნობილი ქართული ხალხური ზღაპარი მსახიობს სტუდია მელოდიაში ფირფიტაზე 1963 წელს ჩაუწერია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მოხუცი მონადირე, სახელად სულ კალმახი. კიდევ ერთი ცნობილი ხალხური ზღაპარი პატარებისათვის წლების წინ მსახიობ ეროსი მანჯგალაძესაც მოუყოლია. მის მიერ ჩაწერილი ხალხური ზღაპარი ამირანი 1968 წელს გამოიცა ფირფიტაზე და მაშინვე პოპულარული გახდა. იყო ერთი ხორი, ჰყავდა 5 გოჯი. 5 გოჯის ამბავი გასახმოვანებლად კიდევ ერთ ცნობილ მსახიობ გოგი გეგეჭკორს ერგო. ზღაპარი 1970 წელს ჩაიწერა და ეროვნული არქივის საცავშია დაცული. ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ მოთხრობილი ზღაპრების უნიკალური ვერსიები მაგნიტურ ფირებზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწერებოდა და სტუდია მელოდიიდან ეროვნული არქივის საცავებში ხდებოდა. არქივში ახლა აუდიო ჩანაწერების სპეციალური სტუდიური მაგნიტოფონიდან თანამედროვე ციფრულ ვერსიაზე გადააქვთ. ეს ჩანაწერები გამოდიოდა ფირფიტებზე და შემდეგ გადიოდა და ვრცელდებოდა ასე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თანამედროვეობასთან ასე ვთქვათ, შეგვეფარდებინა ეს ყველაფერი და გავაკეთეთ ელექტრონული ასლები, ციფრული ასლები ამ ჩანაწერების. ეროვნული არქივის ამ საცავში 40-ზე მეტი ცნობილი ქართული ზღაპრის ჩანაწერი ინახება. წლების შემდეგ პატარებისათვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება და მათი მოსმენა უცხოეთში მცხოვრებ ქართულ ბავშვებსაც ინტერნეტ სივრცის საშუალებით შეეძლებათ. ეს არის დედანი ჩანაწერები, რომელიც იწერებოდა გასულ საუკუნეში და შემდეგ თავსიყრიდა საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში. ჩვენ მუშაობთ ამ ფონდებზე სხვადასხვა მიმართულებით და ამ ეტაპზე გამოსაცემად ასე ვთქვათ, შევამზადეთ ქართული ზღაპრები და ზუსტად ამ საცავიდან მოხდა ამ ჩანაწერების შემდეგ გაციფრულება, დამუშავება, თემატური, ტექნიკური. პროექტის ფარგლებში გადაიწერა ქართული ხალხური ზღაპრები, განთავსდა ინტერნეტ სივრცეში და ისინი ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის აბსოლუტურად უსასყიდლოდ. კომბლე, ნაცარქექია, ხუთკუნჭულა, ჭინჭრაკა, ჩიტი და მეფერწყილი და ჭიანჭველა და სხვა ქართული ზღაპრების დიგიტალიზაცია და ვებგვერდზე მათი განთავსება ეროვნულმა არქივმა ერთი თვის წინ დაიწყო. ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ მაღალი სამსახიობო ოსტატობით მოთხრობილი ხალხური ზღაპრები ისევ პატარებს უბრუნდებათ.